რუმინეთში 4 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდება. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა და ხმათა თითქმის 23% მიიღო. მოგვიანებით სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კალინ ჯორჯესკუს დახვეწილი TikTok საარჩევნო კამპანია რუსეთის დაფინანსებით ხორციელდებოდა. ახალი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოქალაქეები საკუთარ საჭიროებებზე საუბრობენ. რეგიონებში მცხოვრები რუმინელები აღნიშნავენ, რომ მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, რის გამოც ახალგაზრდებს ქვეყნიდან წასვლა და საზღვარგარეთ დასაქმება უწევთ. სწორედ დიასპორაში მოიპოვა კალინ ჯორჯესკუმ დამაჯერებელი გამარჯვება და ხმათა 43% მიიღო. წარსულში ყველაფერი კარგად იყო, რადგან გვქონდა ფერმები, სამუშაო გვქონდა. დღესდღეობით კარგი პენსია მაქვს, მაგრამ ახალგაზრდებს სამსახური არ აქვთ. მათ უწევთ ნივთების ჩალაგება და ქვეყნიდან წასვლა, რათა იმუშაონ. მენატრებიან, 2 გოგო და 2 ბიჭი მყავს. მხოლოდ ერთხელ ვნახე ზაფხულში, შემდეგ კი შობას, რადგან ისინი საზღვარგარეთ მუშაობენ. ზოგიერთი მოქალაქე ეჭქვეშ აყენებს კალინ ჯორჯესკუსთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილებას. ნაწილი ამბობს, რომ ხმა პირველ ტურშიც მისცა და ახლაც მისცემდა მონაწილეობას რომ იღებდეს. კალინ ჯორჯესკუს ხმა მივეცი, რადგან სამუშაო ადგილების შექმნა შეგვირდა, რათა საზღვარგარეთ მუშაობა არ დაგჭირვებოდა. თუ საზღვარგარეთ სიერულს გავაგრძელებთ, აქ როგორ ვიცხოვრებთ? ფულს, რასაც იქ გამოვიმუშავებ რუმინეთში, სიძვირის გამო მალე ვხარჯავ. დღეს აღებული ფული ხვალამდე ვერ მიძლებს. ევროსტატის ინფორმაციით, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ევროკავშირის მასშტაბით ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დაეცა, თუმცა რუმინეთში გაიზარდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას 11 კანდიდატი მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, 18 მაისს 2 კანდიდატს შორის მეორე ტური ჩატარდება.